მოგესალმებით, აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში იწყებს მაუწყებლობას. ამჯერად ვიმყოფებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში, სადაც ირკვევა, რომ დაახლოებით 17 ოჯახს, რომლებიც ფლობდნენ საკარმიდამო ნაკვეთებს, ტრადიციული მემკვიდრეები არიან ისინი, როგორც თავად ამბობენ, მიწების რეგისტრაციის პროცესში გაარკვიეს, რომ მათ აღარ ეკუთვნით ის ტერიტორიები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, მათ შორის სახლები ჰქონდათ აშენებული და როგორც თავად ამბობენ, დარჩნენ საკარმიდამო ნაკვეთების გარეშე. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ ამ პრობლემებზე ღიად ესაუბრათ. ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანების მოსაზრებები ცოტა ხანში მოვისმინოთ, მანამდე კი გეტყვით, რომ არაერთ უწყებას მიმართეს შესაბამისი პრობლემის მოგვარების მიზნით, თუმცა როგორც თავად ამბობენ, დღემდე გადაუჭრელი არის მათი საკითხი. შესაბამისად აქვთ იმის შიში, რომ ერთ დღესაც მათ ჩამოართმევენ უკვე იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ამუშავებენ, სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ, მათ შორის სახლები აქვთ აშენებული. ამ ადამიანებთან შეხვედრაზე მოვიდა პარტია ლელოს წარმომადგენლები, რომლებიც იურიდიული თვალსაზრისით ეხმარებიან, რათა დაიწყოს შესაბამისი პროცედურები და მათი საკითხები გადაიჭრას. ჩვენ შეგვიძლია უკვე ადგილობრივებს მოვისმინოთ და უკეთ გავიგოთ მათგან თუ რა ხდება რეალურად. მოგესალმებით, ბატონო. როგორც ვიცით, თქვენს აზომვის შედეგად ფაქტობრივად აღარ გაგაჩნიათ საკუთრება, რომელსაც წლები ფლობდით. გითხარით პრობლემა რაში მდგომარეობს, რა ხდება? საკუთრება განა მაქვს, მაგრამ ნახევარი ნაწილი ჩამოართვეს. ხო და მიათვისეს სატყეოში. რა ვიცი, ახლა ვიბძირო, დავიბრუნო ჩემი მიწა. სხვა რა უნდა გითხრათ მე? დაახლოებით რამხელა ტერიტორიაზეა საუბარი და რა გითხრეს? 1000 მეტრო. რა გითხრეს? სატყეო სასამართლოს ჩაატარებს, ხო და მიგაკუთვნებენ თქვენო და რა ვიცი ახლა. ორი წელია ითხოვთ უკვე და რა ტერიტორიაზე საუბარი, უბრალოდ ამუშავებდით ამ ტერიტორიას თუ სახლი გქონდათ თან? სახლის ზემოდანათან. 5 მეტროდან იწყება სახლის უდან. ან ფაქტობრივად სახლი და 5 მეტრში უკვე აღარ არის 70 წელია სარგებლობ მაჩემი, ახლა მე თვითონ 70-ისა ვარ და სარგებლობ მე. რა ვქნა ბაშო. ანუ სახლიდან 5 მეტრში უკვე აღარ არის თქვენი ის მიწა, რასაც სატყეოში გულ. რატომ მოხდა ასე, რას გეუბნებიან? რა ვიცი, ადრე საკოლმეურნეო იყო, ახლა არის სატყეო და რა ვიცი რა. ანაშენი რა ვთქვა. რა გითხრათ მე? გასაგებია, მადლობა. სხვებსაც მოусმინოთ. რამდენი კვადრატი რო გითხრათ და როგორ მოხდა ეს? ანუ როგორ რის საფუძველზე წაიღო სახელმწიფომ თქვენი საკუთრება? რავი, ტყის ზოლში არის ეკუთვნის ტყესო, მანამდე მუშავდებოდა ბაბუაჩემიც, მამაჩემიც. მეც იქ გავაკეთე მე სახლი 2008 წელში უკვე ქოხი გავაკეთე. დღესაც იქ ვცხოვრობ. შუქი მაქვს, გაზი მაქვს, მაგრამ დაკანონებას მარტო ეზოს ვთხოვ და სახლს. დიდ ტერიტორიასაც არ ვთხოვ, მაგრამ იმედია რა, არ ვიცი, ვნახოთ ველოდები. პასუხს წელს ესეც არ გაქვთ არეგისტრირებული? არა. თუმცა სარგებლობდნენ თქვენი წინაპრები, ხო, როგორც კი, ადრე თავიდანაც მამაჩემი ქოხი იყო, ხისა ეჩებოდა ძველათაც და მე ჩვენ ცოტა ქვისა მივამატე და ბავშვის ერთად ცხოვრობ ცოლის ერთად. რა გითხრეს, რატომ აღარ არის ის ტერიტორია, რასაც თქვენ წლების განმავლობაში სარგებლობდით? არაფერი გადაეცა ტყესო, რა ვიცი, ასე არის რის საფუძველზე, ანუ თუ არსებობთ თუ გაქვთ მტკიცებულება რა იმედო მაგ მეც მაინტერესებს, რომ არ მოსულა ერთი ადამიანი და არ უთქმია, რომ შენ აქ ნუდადი ხარ, ან ვაკეთებ რამეს აქ სვის ტერიტორიაში შედიხარო, ხომ უნდა გაგაფრთხილოს? მით უმეტეს სატყეო რა, იმან ყველგან კამერები ხომ უნდა გაგაფრთხილოს? არავის არ გაუფრთხილებია არც წელს რა ცხოვრებაში. ანუ სახლი ისია აშენეთ, რომ არავინ არ მოსულა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი და არ უთქვამს, რომ თქვათ სახელმწიფო მიწაზე უნებართოთ რატომ აშენეთ? არა, არ უთქვია, აქამდე არავის. რამდენი ხნის განმავლობაში შენდებოდა ეს სახლი?
სახს ახლა დიდი დვარცი არ მაქვს მე. ნუ მესმის. ორი ოთახი მაქვს გაკეთებული და მაგი გავაკეთე მალე, მაგრამ რომ არის, მაშინაც არ მოსულა რომ აქ თქვენ რომ გააკეთეთ არ შეიძლება და უნდა იყოს პრობლემა ან მოგვარებადი ან არ უნდა მოგვარდეს, მაგრამ იმე არ მოსულა. ახლა რას გეუბნებათ? ახლა ამ ετაპზე იმედი არის, რომ გაფორმდება, მაგრამ ნახოთ. იმედს ვინ გაძლევთ სახელმწიფო? კი, სახელმწიფოში განცხადება დაუწერე და თხოვე რომ გზამინდა და სახლი მარტო გაფორმება მე მეც აღარ გეუბნები დიდ მიწას და წყალს. მაგრამ მარტო გზა და სახლი გეყოფათ რომ იარსებოთ. ხო, ახლა მე მაგი მომწონდა მეც აღარ ვთქო ხომ ამო. თანახმავა რომ ვიცხოვრო და ვიარსებოდა მაქცეა. მარტო სახლით დაგიზით თუ მიწა არ გეკნებათ. ვიარსებებთ რა. კაციკები, კიდევ ერთი ადგილობრივის მოსაზრება მოისმინეთ თქვენ. მოგესალმებით ბატონო, დაგველაპარაკეთ თქვენი შემთხვევა როგორი არის, რამხელა ტერიტორიაზე საუბარი, რაც თქვენ ჩამოგართვეს სახელმწიფოს. ბატონო, მოგახსენებთ, მე რა ადგილიც გამაჩნია, რა ადგილიც მინდოდა რომ გამეფორმებინა, მაგას ვამუშავებ, სადღაც ერთი 40 წელიწადია რა, მამაჩემის დროიდან და მამაჩემამდე, ესე იგი, მამაჩემის მამა ცხოვრობდა მაგ ადრეს, ერთი 80-90 წლის წინ. და იქიდან მე გადასახდა რაღაცა და ნუ ჩვენი წინაპრის მიწა დავიწყეთ ჩვენ დამუშავებასაც. ხერხდა 40 წელია ვამუშავებთ მაგას. დღესაც ხეხელია ყველანაირი. გაზრდილი უკვე ნაყოფს ვკრიფავ, რა ვიცი და მაიმინდოდა გაფორმება მაგიზა შეიძლება ერთი შვილიც გავანაწილო, ორი ბიჭი მყავს, დავაჯინო, შეიძლება იქ სახლი აუშენო და მაგაზე რა ვიცი სახელმწიფო ვარი მომივიდა ორჯერ. განაცხადი დავწერე, ორივეჯერაც ვარი მომივიდა და რომ მივაკითხე ნახევარი სახელმწიფო საწერიაო, ნახევარიც სატყეოსო და რა ვიცი და ესე ანუ ეს იმ პროგრამის ფარგლებში მოხდა საყოველთაო აღრიცხვა როცა ხდებოდა მიწების და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით ამ პროექტის ფარგლებში თქვენ ჩამოგართვეს ეს მიწა. კი ბატონო, აგერ ეს იყო რა ერთი წელია უკვე რა მაგაზე რაც დადიან და აფორმებენ და მაგის შედეგად ესე იგი მაგ ადგილზე მომივიდა ვარი რა ვიცი. და რა მინდა რომ დავიბრუნო წინაპარის ადგილია მიწა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თუ გქონდათ კომუნიკაცია, რას ამბობენ ისინი, რაში შეუძლიათ რომ დახმარება გაგიწიონ? ადგილობრივთან კი ახლა სატყეოში მივედი, იქ მითხრეს რაღაც საბუთი მოიტანეო და არქივიდანო და შარშან მითხრეს შეცდომით გადაგებულიაო რაღაც ზევიდან და მომავალშიო წელს უნდა ყოფილი იყო რომ კორექტირება მოხდებაო რა მიწებით ზოგმა სხვისი გეიფორმა ზოგის სხვისი და არასწორად გადაგებულებიაო და მაგის შედეგად მოქალაქეს გავესაუბროთ თქვენი სახელით კორექტირება მე ზური მქვია კორექტირება მოხდებაო და აი ველოდებით წელსაფერი არა და რა ვიცი მადლობა. კიდევ ერთ ადგილობრივს უსმენდით, ჩვენ შეგვიძლია თანდათან ეტაპობრივად მოვისმინოთ ადგილობრივების მოსაზრება. მოგესალმებით ბატონო, თქვენს გვითხარით აბა, რამდენ ოჯახში არის საუბარი, რომლებსაც მიწა აღარ აქვს უკვე საკუთრებაში და მათ ფაქტობრივად ჩამორთმეულია. ჩვენ კუთხეში არის ერთი 40 მოსახლე. 40 მოსახლეს 10 მოსახლეს არ აქვს ჩამორთმეული მიწა. ჩამორთმეული როგორ ახლა? ადრე ყანებს ამუშავებდნენ, მეცხოველეობა იყო, მეფრინველეობა იყო. ეს იყო კომუნისტების დროს, მე მევიდა შევარდნაძის დროს. მაშინაც ამუშავებდნენ, მაგრამ ახლა ბოლო ხანებში დარგული, თხილი, ხეხილი, სადაც რო ყანები იყო ძირითადად. მესაქონლეობას ეწეოდნენ, იგინი ჩამორთმეულია. მე ახლა არ ვამბობ ტყედა იმას. ანუ მიწების რეგისტრაციის ფარგლებში გაგიუქმდათ კი არა, უпроსტად არც კი მოგანიჭეს საკუთრების უფლება. რა თქმა უნდა, თხილები ახლა მაგალითად აგებ ჩემ ძმას აქ 1-500 ძირი თხილი. მაგრამ სატყეომწე იყო, არ მიცა. არ უფორმებენ. რატომ მოხდა ასე თქვენ რა ახსნა გაქვთ? არ ვიცი, მე მაგდად ნახდეთავ. ხონდათ ვინმესთან საუბარი ადგილობრივი ხელისუფლების, რას ამბობენ ისინი? შეიძლებაო და არ ვიცი როგორ თუ შეიძლება ამდენხანს რატომ გალოდინებენ და გაწვალებენ? არ ვიცი, მე მგონი აი ვერ ხდები რის ცვლილებები ხდება და როგორ ხდება ვერ ხდები. იმიტომ რომ რა ვიცი, ამ თავრობას ხვას ვაძლევთ, ყველა ყოველთვის ვაძლევთ და როგორ ჩანს თქვენი რჩეულები არ გაქცევენ ყურადღება. რა თქმა უნდა მასე. რატომ? ვერ ხდები არ ვიცი.
რატომ არ გისმენთ ის ხელისუფლება, რომელიც აირჩიეთ თქვენ? თავისი რა მიზეზია ვერ ხვდები და ასაკები კეთილი, მადლობა. აი პირდაპირ ეთერში ვართ ბოდიში. აი ასეთი არის ახლა ვითარება სოფელ მახოში, აქ ადგილობრივი მოსახლეობა არის შეკრებილი და როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, დაახლოებით 17 ოჯახზე არის საუბარი. ეს ოჯახები წლების განმავლობაში ფლობდნენ საკარმიდამო ნაკვეთებს, თუმცა მიწების რეგისტრაციის პროგრამის განხორციელების ფარგლებში მათ საკუთრების უფლება ჩამოერთვათ და ვერ ახერხებენ მიწების რეგისტრაციას. როგორც თავად ამბობენ, არაერთ უწყებას მიმართეს თხოვნით შესაბამისი განცხადებების განხილვის მოტივით, თუმცა მათი მოთხოვნები კვლავ არის დაუკმაყოფილებელი. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით აბა თქვენი შემთხვევა რაში მდგომარეობს, რა მხელა ტერიტორიაზე არის საუბარი, რისი რეგისტრაციას თქვენ ვერ მოახერხეთ? მე პირველ რიგში მთავრობას მადლობას ვეთქვი, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი საჯაროებში გამიტარეს კერძო საკუთრებაში. მაგრამ მე ვარ 2017 წლიდან უსაიდის პროგრამით ფერმერი და გამაჩნია კაკლის ხეივა, რომელიც მე დავგე 1991 წელს შემოუღობე და წარმოადგენს გარკვეულწილად დიდ ხეივანს. მაგრამ ეს ტერიტორია ვერ გავიფორმე და არც კი ვიცოდი თუ ის სატყეო დეპარტამენტის საკუთრებაში შესულიყო. ჩვენ გავიგეთ ეს პროცესები მხოლოდ 2024 წელს, როცა ჩატარდა უფასო საჯარო სისტემური სპორადული აზოვები და იმედი გქონდა, რომ ეს ჩვენ საჯარო რეესში გაგვიფორმებთ. თურმე 2016 წლიდან ეს მიწის ტერიტორიები და ნაკვეთები, სადაც გაშენებული აქვს შემსავით თხილია, კაკალია, ხეხილია და ასე შემდეგ, აღმოჩნდა სატყეოს ფონდში. რატომ მოხდა ასე, თქვენ რა ახსნა გაქვთ? მე ახსნა იმ გაგებით მაქვს, რომ ის ვინც არასწორად მოისცა, ფერმერების მიწები შეიტანა სატყეო დეპარტამენტის საკუთრებაში, ის მარტო ამ ფერმერების მტერი არ არის. ის ამავე დროს ამ მთავრობის მტერია, რომელსაც შეთანხმების გარეშე გააკეთეს პროცესი და ცდილობენ, რომ აუჯანყონ ხალხი ხელისუფლებას. ან თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება არაფერ კავშირში არის ამ პროცესთან? ქართული ოცნება ჯერავს, რომ არავით არ ამ მარტო კერძო მიწების მიტაცებაში სატყეოს მხრიდან არ ესვადინება. სხვა შემთხვევაში ქართული ოცნების მთავრობა ახორციელებს ამ პროექტს, მიწების რეგისტრაციის პროექტს, ბატონო, რას ამბობთ? კი ბატონო, გეთანხმები, ახორციელებს, მაგრამ მთავრობამ ეს შეგნებულად რომ გააკეთოს, მე ვერ დავიჯერებ. ეს ვინ აკეთებს ამას, ბატონო? მთავრობის პროექტი არის, რომლის თანახმადაც მიწების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისტორია, ეს მიდის უფასო სისტემური სპორადული აზომვები და ამას გეთანხმებით. მაგრამ ეს გაკეთებული არის 2016 წელს გარკვეული ძალის მიერ. 2016 წელს ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში. იყო და ქართული ოცნებაში მტრები არ ყავს ქართულ ოცნებაში, როგორ ლაპარაკობ? ვინ არის მტერი? მაშინ ქართულ ოცნებაში ვინც თქვენ წინააღმდეგ არის? ვინც ჩვენ წინააღმდეგ არის, მოიკითხონ ის, ვინც ეს ტერიტორიები გაუფორმა სახელმწიფოს ხალხთან, ფერმერებთან შეთანხმების გარეშე. და გითხარით, ვინ არის ის მტერი, ვინც მოსახლეობას ებრძვის და თქვენივე თქმით ქართულ ოცნებას ცუდ საქმეს უკეთებს? შემოძვით ფასება სწორად გამიგეთ. არა, მაყურებელს აინტერესებს ახლა თქვენ ამბობთ, რომ მტრებიო გვებრძვიანო და ქართულ ოცნებასო ცუდ საქმეს უკეთებს ამითო. კი, არა, მომეცემე სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვ. ის ვინც კომისიური წესით თვითონ დაждდენ მაგიდასთან და ეს გადაწყვიტეს ხელაღებით კოსმოსიდან გადაღებული სურათებით, რომ ეს დაადგინეს, ესე იგი მათ რომ შეესწავლათ ეს საკითხი და მისულიყვენ კომისიური წესით და ფერმერებთან გასაუბრება ქონოდათ, მაშინ სახლებს არ შეიტანდნენ სატყეო დეპარტამენტის საკუთრებაში და იმ ტერიტორიებში, სადაც ხალხი ცხოვრობს და გაშენებული აქვს ბაღები. აი ისინი არიან ზუსტად მტრები, რომლებმაც ფერმერებს აართვეს მიწა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება, ეს დაადგინოს მთავრობამ თვითონ.
ეს კომისია ხომ თვითნებურად არ შეიქმნებოდა, შექმნა მთავრობამ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, შესაბამისმა უწყებამ. ეს კომისია ჩამოაყალიბა და მიწების რეგისტრაცია მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში. და თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებასთან კავშირი არ აქვს ამ კომისიას? კავშირი აქვს იმ გამგებაში, რომ დღეს ხელისუფლება ოცნებაა, მაგრამ ის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც მაღალ თანამდებობის შინოსანია, ზოგიერთები არ დაიჭირეს, იმიტომ ვერ იმუშავებს, ან არ იმუშავებს, ან დააშავებს. აი ასეთი პროცესები შეიძლება იყო და ამიტომ გამეორდა ესე. ასეთი საკითხი, ეს საკითხი სერიოზული საკითხი, პრობლემატური საკითხი და უნდა შეისწავლონ ასევე კომისიური წესით. პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს ამ პროცესზე, თქვენ როგორ ფიქრობთ? პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება სატყეო დეპარტამენტში, რომელმაც ხელაღლებით ეს მიწები ფერმერებს წაართვა და მის საკუთრებაში შეიტანა. და მთავრობაში გააკეთა განაცხადი, რომ ეს ტერიტორიები არის თავისუფალი და სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიები გაიზრდებაო. ან თქვენ ფიქრობთ, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობა შეიყვანა შეცდომაში, ამის თქმად? ამას ფიქრობ მე, იმიტომ რომ სხვანაირად ეს საქმე არ გაკეთდებოდა. და თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამდე თქვენი ხმა არ არის მისული და არ იცის? ნამდვილად არ არის, რომ მისულიყო, ეს არ მოხდებოდა. გულით და სულით ჯერავს ნამდვილად. ხელვაჩაურის მერიაში იყავით თქვენ? სხვათა შორის ხელვაჩაურის მერიაში გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება. მე ბატონ ზაზას იმ ხალხის სახელით მადლობას ვუცხადებ და გეტყვით რატომ. ეს განცხადება აიღო ბატონმა ზაზა იასამიძემ, გადაგზავნა რაიონის სატყეო დეპარტამენტში, იქ განიხილეს და ჩვენ მოგწერა პასუხი, რომ თქვენი განცხადება შევისწავლეთ, გადავაგზავნეთ ხელვაჩაურის სატყეო დეპარტამენტში, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ წარმოადგინონ ფერმერებმა მიწის სიტუაციური ნახაზები, ჩვენ მას შევისწავლით და კერძო საკუთრებაში გადავწევთ. რა გააკეთა მე ხელვაჩაურის მერიამ თქვენი მიმართვის შემდგომ? გეტყვით, მე ჩვენ წავედით, გავაკეთეთ მიწის სიტუაციური ნახაზები, წარმოადგინეს სატყეო დეპარტამენტში რაიონის და ვითხრეს, რომ ეს მიწები გაფორმდა 2016 წელს, ამიტომ 10 წლის შემდეგ 26 წელს მოხდება მისი კომისიური წესით შესწავლა და დაგიბრუნე ხელახლა დაგიბრუნეთ ამ ტერიტორიას. მართლაც იყვნენ, ამოვიდნენ, ნახეს, რომ გაშენებული ბაღები იყო, შეისწავლეს და შემდეგ სატყეო და მოგწერეს მიზანს შეუწონავია თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება. რა მოხდა ამ შემთხვევაში? ხო, რატომ არ ახსნეს? არა. რომ თქვენ რას ფიქრობთ, რატომ მიიჩნიეთ ეს სატყეო რატომ მიიღეთ? ვარი მივიღეთ ალბათ, რომ სატყეო ფონდი გაზარდეს. სატყეო ფონდი გაზარდეს ხელოვნურად და ალბათ რაღაცა სარგებელი ქონდა. კეთილი. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ჩვენ ვისმენდით ერთ-ერთი ადგილობრივის მოსაზრებას, რომელსაც მიაჩნია, რომ სატყეო სააგენტო არის მოსახლეობის წინააღმდეგ და ქართული ოცნების ხელისუფლებას, კერძოდ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ინფორმაცია ამის შესახებ და ეს ბატონი ფიქრობდა იმას, რომ ქართულ ოცნებას, საქართველოს მთავრობას ცუდ საქმეს უკეთებს ამ შემთხვევაში სააგენტო. ასეთი საინტერესო მოსაზრება არის და აქ ადგილობრივი ფიქრობს, რომ ამის შესახებ საქართველოს მთავრობა შესაძლოა ინფორმაცია არ გქონდეს, თუმცა როგორც თავად ამბობს, მას აქვს იმედი, რომ ეს საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდება. აქ იმყოფებიან როგორც ადგილობრივები, ასევე იმყოფებიან პარტია ძლიერი საქართველო ლელოს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ აპირებენ მათ დაეხმარონ უკვე იურიდიულ საკითხებში, პროცედურებში, რათა მათი მოთხოვნა ხელახლა დადგეს შესაბამისი უწყებების მიმართ და ხელახლა დაიწყოს ამ ტერიტორიების შემოწმება და გამოკვლევა, რათა ამ ადამიანებმა მოახერხონ მიწების რეგისტრაცია, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ფლობდნენ. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ცხადია მოусმენთ პარტია ლელოს წარმომადგენელს, რომელიც გვეტყვის თუ რასთან გვაქვს საქმე. პარტია, ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ ჭრილში შეაფასებს იმ
პროცესს, რაც ხდება სოფელ მახოში. საუბარი არის დაახლოებით 17 ოჯახზე, რომლებმაც დაკარგეს, ასე ვთქვათ, საკუთრება, საკარმიდო მონაკვეთები, მათ შორის ის ტერიტორიები, რომლებზეც მათ აქვთ სახლები აშენებული და ამბობენ დაახლოებით 40 წელზე მეტია, რაც ცხოვრობენ ისინი ამ სოფელში და ახლა ფაქტობრივად სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებზე იმყოფებიან ისინი. ამ ადამიანებმა ისიც თქვეს, რომ იყვნენ როგორც ხალვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაწერეს ერთიანი განცხადება, ასევე მიმართეს სათხოვეს სააგენტოს, თუმცა მათი მოთხოვნები ამ დრომდე არის უგულვებელყოფილი, მათ ყურადღებას არავინ აქცევს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ საჯაროდ ისაუბრონ ამ თემაზე, რათა მათ, როგორც თავად ამბობენ, ყურადღება მიაქციონ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლება. ვაჟა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, პარტია პოლიტიკურ ჭრილში როგორ აფასებს ამ საკითხს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს ადამიანები არაერთ უწყებასთან მივიდნენ, თუმცა უპასუხოდ დარჩნენ ისინი. საკარმიდო მონაკვეთები ფაქტობრივად მათ აღარ აქვთ საკუთრებაში, რისი შედეგია ეს თქვენი აზრით? აჭარის რეგიონში აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით წვავეა და ყოველთვის იყო პრობლემა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ხალხმა ამ მიმართულებით ფაქტობრივად ყველა ფორმალური გზა გაიარა და რახან ვერ მოახერხეს. მამაპაპისეულ მიწებზეა თან საუბარი, ხო, ეს არ არის რაღაცა შემოერთებული და საკუთარი სურვილით შესული არ არის ეს ხალხი. იქ ცხოვრობდნენ, ამუშავებდნენ და სახელმწიფომ გადაიღო თითქოს თანამგზავრიდან ფოტო და თქვა, რომ აი ეს ტერიტორიები არის უკვე სატყეოს საკუთრება, სახელმწიფოს საკუთრება რეალურად და ამ დროს 17 ოჯახი ღიად ამბობს და მათ შორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა, ფორმალური პროცედურები, მათ შორის საარქივო ჩანაწერები ბევრ მათგანს აქვს და ადასტურებს ეს საბუთებიც და ასევე მეზობლებიც, რომ ეს ტერიტორია იყო მათი საკუთრება, მათი წინაპრები ამას ამუშავებდნენ, თუმცა ამ ფორმით სახელმწიფო ცდილობს, რომ რაღაცნაირად ჩამოართვას ამ ადამიანებს ეს მიწის ნაკვეთები, რაც რეალურად სოფელში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ხო, თუ ადამიანს არ აქვს მიწა იმისა, რომ შემოსავლო რაღაცა ელემენტარული შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან გააჩნდეს, ამ შემთხვევაში რთულია, რა თქმა უნდა, სოფელში დარჩენა და ჩვენ ვიცით ბოლო სტატისტიკები, მათ შორის საქსტატის, რომ აჭარის რეგიონის სოფლები განსაკუთრებით არის დაცლის პირას და ეს არის ამის დამსახურება, რომ ხელისუფლება ესე ექცევა ადამიანებს, რომლებიც სოფლებში რჩებიან, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მაგრამ სახელმწიფო თავარ ამბებს, რასაც უნდა აკეთებდეს, მხარდამჭერ ამბებს ამ მოსახლეობისთვის პირიქით გაურბის,ერიდება, მათ შორის ჩვენ ვიყავით ხო იგივე კირდათის თემში, სადაც მაღალმთიანზე აქვთ ადამიანებს მოთხოვნა, რომ რაღაცნაირად წახალისებული იყოს სოფელში ყოფნა და ის კი არა, რამე წახალისება კი არა, ვხედავთ, რომ მათ ტერიტორიასაც ასე ვთქვათ ართმევს სახელმწიფო და რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ეს არის დამოკიდებულება ქართული ოცნების, რომ ის ცდილობს, რომ ქართული სოფელი აღარ იყოს პრიორიტეტი გლეხისთვის, არ იყოს პრიორიტეტი იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ ცხოვრობენ და ამ ფორმით ისინი აიძულებენ ადამიანებს, რომ რაღაცნაირად აიყარონ თავისი მამაპაპისეული მიწებიდან და სხვანაირად განვითარდნენ, ხო? და ეს წარმოუდგენელი ამბავია ხა. სკოლა არ არის, ბაღი არ არის, მიწებს ართმევენ და ამ დროს თან თითქოს სოფელი პრიორიტეტი და 5 მილიონი ყველა სოფელს გვახსოვს, ხო? მთავარი დაპირება ქართული ოცნების და აი ეს არის 5 მილიონი. 5 მილიონი ყველა სოფელს არ ვიცი, მაგრამ მილიონობით წართმეული ტერიტორია სოფლის მოსახლეობისთვის არის, აქ ჩვენ ვეუსაუბრებიან, რომ ჰექტრობით ტერიტორიაზეა საუბარი და ამ ელემენტარულ ამბავსაც ვერ აკეთებს, ანუ ამ მარტივ პროცედურაშიც კი ვერ ახმარება სახელმწიფო ადგილობრივებს, რომ ამ მიწის დაკანონება მოხდეს და საკუთარ მამაპაპისეულ მიწაზე ელემენტარულად მაინც განავითარონ სოფლის მეურნეობა. მადლობა, ვაჟა დარჩიას უსმენდით თქვენ. აი ასეთი არის მოსაზრებები, რასაც ისმენთ სოფელ მახოდან, როგორც გაიგეთ 17-მდე ოჯახზე არის საუბარი, რომლებსაც სახელმწიფო მიწები არ დაურეგისტრირა, რის გამოც ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათ შორის ერთ-ერთმა მაყურებელმა კომენტარის სახით დაწერა, რომ მეც მაქვს ანალოგიური პრობლემა და ცხოვრობს სოფელ სიმონეთში. ეს სოფელი თუ არ ვცდები არის ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. საინტერესო არის
სხვა სოფლებშიც თუ ხდება ანალოგიური შემთხვევა, დაგვიწერეთ კომენტარებში, მოგვიყევით რა ხდება თქვენს სოფლებში მიწების რეგისტრაციის პროცესში, რა ტიპის პრობლემები წარმოიშვა. ჩვენ ცხადია თუ გამოეხმაურება ამ თემას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ასევე სატყეო სააგენტო, მზად ვართ, რომ მათი მოსაზრებები მოვისმინოთ და ჩვენს აუდიტორიასაც ვუთხრეთ. გამარჯობა ბატონო, თქვენს ჩამოგართვეს მიწა ვერ გაიფორმეთ თქვენს? არა, მიწა ჩემზე არ ჩამოუთმელია. თქვენ ამ სოფელში ცხოვრობთ, ხომ გაიფორმეთ თქვენ მიწა? კი ბატონო, გაიფორმე. და პრობლემა თქვენ ხო შემეკითხეთ მიწაზე. მაგრამ თქვენ რომელ ტელევიზიაზე ბრძანდებით? აჭარა ტაიმსიდან. აჭარა ტაიმსი. აჭარა 25-დან არა? არა, აჭარა ტაიმსი ონლაინ მედია, ადგილობრივი მედია ვართ. მეცა აჭარა ტაიმსი არც იმედი, არც რუსთავი, არც პროფილი. აჭარა ტაიმსი ადგილობრივი მედია. კი ბატონო. ახლა თქვენ რასთან დაკავშირებით მოხმედით მაგალითად? 17 ოჯახს სახელმწიფო მიწები არ გაუფორმა, როგორც ვიცით, თქვენ სოფელში და ამ საკითხთან დაკავშირებით ვისმენთ ადგილობრივების მოსაზრებებს. ადგილას მოსაზრებებს. მაგრამ ახლა დიდი მადლობა ჩემი სახელით ეს სოფელი ზანაკეთია, მაგრამ ახლა რომ არ გაუფორმებ, აი თქვენ შეგიძლიათ ამ დახმარება ამ 17 მოსახლეს მეეხმაროთ თუ არა? ჩვენ შეგვიძლია ის, რომ თქვენი ხმა გავაგონოთ სხვებს, მათ შორის ხელისუფლებას. ჩვენ ეს შეგვიძლია. დიახ. ესე იგი, შედეგი არაფერი არა მაინც. შედეგზე უნდა იზრუნოს ქართულმა ოცნებამ თქვენი მოთხოვნები. დიახ. და ქართული ოცნება თავის თავზე სუნავს, ხალხზე სუნავს, ჩემაც ვიფასე, გამორიცხულია მაინდა. მე აგერ ცხოვრობ სახელმწიფო როგორ გითხრათ, საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, საბჭოთა კავშირი ახალგაზრდები ხართ. მე ვისაც საშუალება ქონდა ეს კოლექტივის მიწა გაიფორმა. ხო. და სახელმწიფომ რამოდენიმე მიწა მან მიითვისა. რატომ მიითვისა? რატომ მიითვისა? ალბათ მას აწყობდა და ამიტომ მიითვისა. ვინმეს ინტერესებს ხედავთ ამ მიწების მითვისებაში? ამ მიწების ინტერესებისათვის ქართული ოცნება, აბა მე ვიქნები და ხანამ ხალაძე თუ აჭარის საგზავნო დეპარტამენტი იქნება, ეს თვითონ იგია და ვინმეს ხომ არა აქ ბიზნესი ვთქვათ ამ სოფელში? ბიზნესი? ან ტურისტული რამე ბიზნესი ხო არ არის დაინტერესებული? ვის რაღაც უნდა შემოკარგოს სოფელი რომ სოფლიდან ყველა მიდის, მაგრამ სახელმწიფო ასე თამაშობს რა. თქვენ ახალგაზრდები ხართ. აჰა, აი როგორ თამაშობს სახელმწიფო. სახელმწიფო ასე თამაშობს. ერთი სიტყვა რომ პური შეწყდეს დამთავრებულია. არავინ არ იცის რა უნდა მოხდეს. არც ქართული ოცნება, არც ლელო, არც გირჩი, არც ნაციონალისტი, არავინ არ იცის რა უნდა მოხდეს. თქვენ დაკარგეთ რამე მიწა აი? მე არაფერი დამიკარგია. საკუთრებაში რამდენი გაქვს? საკუთრებაში მაქვს ახლა 1 გექტარი მიწა 4-4 რო გითხრა აჭარულო. კი ბატონო. სოფელს აქვს პერსპექტივა და რა მიმართულებით? სოფელს არაფერი პერსპექტივა არ აქვს. არა, არა, იმიტომ რომ ეს მახოს ხედიდან სოფელი ხომა. აი თუ რაღაცას აკეთებ, ბოლომდე უნდა გააკეთო. ბოლომდე. რა არის გაკეთებული? რა გაკეთებული? აი მახოს ხედიდან იწყება შუქი მოდის ცენტრალური, იმიზე და აღარ მოდის. შუქი არ გაქვს სოფელში? არა, შუქი კი არ, მაგრამ გზის განათება. აჰა. კი. სახში? სახში კი არის, მაგრამ ახლა ჰა? ბუნებრივი აირი. ბუნებრივი აირი, აქ აირი კაია და. აირი კი ხო. გაზი. გაზი არის. კეთილი, მადლობა. აი ასეთი არის. მე რომ ეს ინტერვიუ მოგეცით. ახლა ამ სოფელი ზანაკეთზე დახმარებას თქვენ შეგიძლიათ? თქვენს ხმას მოისმენს ქართული ოცნება, ბატონო. ხო, ქართული ოცნება, მე ისმენს, მაგრამ მე ქართული ოცნება მე რა შედეგს მომცემს? თქვენ ხომ აირჩიეთ ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ენდობოდით. აბა ვიღაცა დაიჩიო, ხო? ახლა ყურე 5 თითი ერთმანია. თქვენ პატარა ხარ ჩემო ძვირფასო. ხუნი ჩემი აზრი. მე ვარ დაბადებული ბივში სავეტსკი საიუზ. ხო, 5 ძმა ერთნაირი არა. 5 და ერთნაირი არა. 5 ძმა ერთნაირი არა, 5 სოფელი ერთნაირი არა. ესა სიმართლე ტრიბუნაზე ვარ დახრეტვაზე. თუმცა თქვენ ანდეთ ამ სოფლის ბედი ქართულ ოცნებას აირჩიეთ და უნდა მოგიგვაროთ პრობლემები. აბა ვიღაცა რომ მოვა და ან ერთს უნდა მიწე, ხომ მეორეს, ხო?
ამ შემთხვევაში ჩათვალეთ თქვენ საჭიროთ რომ ქართული ოცნება მოაგვარებდა თქვენს პრობლემებს. მოაგვარა კი? მოაგვარა. ჩემი პრობლემა როდის იყო მოგვარებული, იცით თქვენ ახალგაზრდა, ჩემი პრობლემა მოგვარებული იყო ბივში სავეტსკი საიუთ. გაიგე? ცოლი რომ მევიყვანე. 200 მანათი საჩუქარი მომცა. ახლა ქართული ოცნება თუ ნაციონალისტი გიჩი და ლელო ჩემი სიტყვის ამეშინა ხალხს ამუშავებენ, ფულს ავაძებენ და იჭერენ სეხეებში მიყავენ. ჩამოწვიფასო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება აირჩიეთ, მაინც ფიქრობთ, რომ მის პრობლემებს ვერ აგვარებს და მის პოლიტიკას აკრიტიკებთ. ვინც არ უნდა მოვდეს საქართველოში ყოველთვის რომ პრეზიდენტი აიჩიო. საქართველოს პრობლემა ყოველთვის ეხება ჩამოწვიფასო. მე ვამთავრები ინტერვიუ ჩემი თქვი. კეთილი. აი ასეთი იყო ადგილობრივის სათქმელი. პირდაპირ ეთერში გადაიცემა ბატონო, არ თქვენ სათქმელს. აი ვინც მისმენთ. აი თქვენი ეთერი ჩამოწვიფასო. 65 ახლა მე ხომ თქვენი ტეორია მოგეცით. აი დავნახეთ. ახლა ჩემ დანაპანიკებ, ნახევად გააშუქებ, ნახევად პირდაპირ ეთერია ბატონო, პირდაპირ ეთერი. პირდაპირ ეთერი ვიცი, მაგრამ თქვენ ნახევად გააშუქებ, ნახევად ჩაჭი. კეთილი. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერია, ბატონი მაინც ფიქრობს, რომ მისი სათქმელი არ მივა სხვა საზოგადოებამდე. ბატონო გენო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენს პოლიტიკურად შეგვიფასეთ საკითხი და შევაჯამოთ რა ხდება სოფელ მახოში. ჩვენ და სამწუხაროდ აი ასეთი პრობლემები მარტო მახოში არ არის, ეს პრობლემა რის გამოც ჩვენ აქ ვართ ამოსულები. ეს პრობლემა თითქმის სხვადასხვა მათ შორის კირნატშიც აწუხებთ ადამიანებს. დღეს ჩვენ ამოვედით 17 ოჯახის თხოვნით, რომლებსაც ჩამოართვა ხელისუფლებამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და რომელიც მიაკუთვნა სახელმწიფო ტყის, ასე ვთქვათ, ფონდს. და ადამიანები, რომლებიც აი ამ საკითხს დიდი ხანია უკვე ედავებიან სახელმწიფოს და ითხოვენ, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდეს, ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასება მოვიდნენ და დაინახონ, რომ აი ეს ტერიტორიები, რომლებიც უკვე მათ ჩამოართვენ და მათ შორის არის აი მართლა სასაცილო რაღაცა არის, რომ დაინახავთ, რომ სახლი, ეზო და ბოსტნის რაღაცა ნაწილი არის ესე იგი საკუთრებაში დატოვებული და მასზე მომიჯნავე მიწის ნაკვეთი თავიდან ბოლომდე მიისაკუთრა სახელმწიფომ. ჩვენ ამოვიტანეთ პეტიცია, რომელსაც რა თქმა უნდა ხელს მოაწერს ეს დაზარალებული ადამიანები და ითხოვენ ისევ და ისევ, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდეს. დაადგეს უკვე ხელისუფლება ამოვიდეს და ისე კი არა, როგორც ადრე გააკეთეს, რომ ზევიდან ასე ვთქვათ კოსმოსიდან გადაღებული სურათებით პირდაპირ თქვენ რომ აი ეს არის ესე იგი ტყის რაღაცა ნაწილი, არა და იქ ტყე კი არა, იქ არის ხეხილი, მრავალწლოვანი ხეები არის, მსხალი, ვაშლი და სხვადასხვა რაღაც კაკალი და რაღაც სხვადასხვა სახეობები და იმის ნაცვლად რომ ამ ადამიანებთან მათი კეთილსინდისიერი და მათზე უპასუხისმგებლობის პიკია რა. რომ ამოსულიყვნენ ელემენტარულად და საკუთარი თვალით ენახათ და მსგავს გადაწყვეტილებას ესენი არ მიიღებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ წარვუდგენთ უკვე საჯარო რეს, რომელიც ვალდებული იქნება, რომ გადაამოწმოს მათ მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება და შემდგომში, რა თქმა უნდა, მე ეჭვმეპარება, რომ ამ ადამიანებმა ხალხის ასიკეთო გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მოვა ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობას ნამდვილად აღადგენს ამ ქვეყანაში. კეთილი, მადლობა. გენო თებიძეს უსმენდით. დიახ, ასეთია ადგილობრივების სათქმელი, მათ შორის პოლიტიკურ ჭრილში შეაფასა პარტიამ საკითხი, თუ გამოეხმაურება შესაბამისი უწყებები, მათ შორის ხელოჩაურის მერია, სათხეო სააგენტო, ჩვენ მზად ვართ მათი განმარტება და მოსაზრება აუდიტორიას დამატებით გავაცნოთ. მადლობა რომ გვიყურებდით, მადლობა რომ გვენდობით, გემშვიდობებით. ცხადია, აჭარა ტაიმსი მოვლენათა განვითარებით კვლავ შემოგვიერთდებათ პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.